ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში ქართული კალიგრაფიისადმი მიძღვნილი კონკურსის დასკვნითი ეტაპი ჩატარდა. გამოვლინდა 3 გამარჯვებული, რომლებსაც დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. გამარჯვებულთა შერჩევა 2 ეტაპად სამკაციანი ჟიურის მიერ მოხდა. კონკურსში იმერეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას და იგი ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის მიერ PH International-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით დღეს არის შემაჯამებელი დასკვნითი ღონისძიება კალიგრაფიის კონკურსის, რომელიც სამოქალაქო განათლების პროგრამის მომავლის თაობის ფარგლებში გამოცხადდა. ეს არის პროექტი, რომელიც PH International USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით. დღევანდელ კონკურსშიც ჩართულები არიან იმერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები და კონკურსის დებულება ითვალისწინებდა იმას, რომ რაიმე გამონათქვამი, ცნობილი გამონათქვამი ან ცნობილი მწერლის ფრაზა ლამაზი კალიგრაფიით წარმოედგინათ. კონკურსში მონაწილეობის მიღება ძალიან მინდოდა. მიყვარს წერა და ლამაზად წერა, ასევე ქართულადაც, ჩვეულებრივი ქართულადაც და კარგი იქნებოდა თუ უფრო ყურადღებას მიექცევოდა ძველ ქართულსაც.